ფეიჯოადა. დაგჭირდება მშრალი საქონლის ხორცი 40 გრამი, ღორის ნეკნები 300 გრამი, 300 გრამი ღორის ჩალაღაჯი, ცხარე სალამი 50 გრამი, 100 გრამი შავი ლობიო, წითელი ბულგარული 1 ცალი და 1 ცალი მწვანე წიწაკა, ხახვი 1 თავი, ნიორი 2 კბილი, ქინძი 5 გრამი და ოხრახუში 5 გრამი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, ზეითუნის ზეთი 60 მl, წითელი წიწაკა და მარილი გემონები. ვამზადებთ ბრაზილიურ ფეიჯოადას. დავიწყეთ. პირველ რიგში უნდა დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ. ავანთოთ ცეცხლი, რომ გახურდეს ტაფა, ზეითუნის ზეთი, დაახლოებით 30 მl, 2 საშუალო ზომის ხახვი, საერთოდ ბრაზილიური კერძები, მით უმეტეს ხორციანი კერძები ძალიან გემრიელია და ძალიან მრავალფეროვანი. საკმაოდ ცნობილი არის ბრაზილიური ხორცი და სტეიკები განსაკუთრებულად. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მოვამზადო აი ესეთი მრავალფეროვანი კერძი, როგორც თქვი ფეიჯოადა, რომელიც სიმღერის სათაურივი ჟღერს, არის ტრადიციული კერძი და მზადდება ღორის ხორცით, შებოლილი ღორის ნეკნებით. აქ მაქვს ცხარე ჩორიზო და საქონლის ხორცი, რომელიც არის აი ესეთ ხლად დაჭრილი და გამომშრალი. შუშავთ ხახვს. სანამ ფერს შეიცვლის, დავჭრათ ნიორი. 3 კბილი ნიორი. აი ესე უხეშად დავჭრლიტოთ. ბრაზილიაში ძალიან გემრიელ სტეიკებს ამზადებენ გრილზე და ასევე აქვთ მწვადებიც. ბევრნაირი მწვადები, ქათმისაც, ღორისაც, საქონლისაც და ეს გემრიელი მწვადები და ბრაზილიური ხორცი ტროპიკულ ხილის წვენებთან ერთად მე ვფიქრობ იდეალური კომბინაცია. ნიორი სანამ ფერს შეიცვლის ხახვი და ნიორი, დავჭრათ ღორის ხორცი. ეს არის ღორის ხორცის ჩალაღაჯის ნაწილი, რომელსაც დიდ კუბებად დავჭრით. დაახლოებით 500 გრამია. ერთხელაც ამოვატრიალოთ ხახვი და გადავიტანოთ ღრმა ტაფაში დაჭრილი ხორცი. ყველაზე მეტად მომეწონა ეს კომბინაცია, რომ ჩორიზო, რომელსაც აქვს ბევრი წიწაკა, საკმაოდ ფერზეც ეტყობა, რომ ბევრი პაპრიკა აქვს, კიდევ უფრო დატვირთულს და გემრიელს ხდის ამ კერძს. პლუს ყველაფერთან ერთად საქონლის ხორციც ურევია, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ქმნის, მე ვფიქრობ ამ რეცეპტს. შავი ლობიო, რომელიც ასევე დამახასიათებელი არის ბრაზილიური სამზარეულოსთვის. ძირითადად გარნირად ან ბრინჯს, ან ლობიოს იყენებენ. წინასწარ მოვხარშე ლობიო, ჩვეულებრივად როგორც ჩვენ ვამზადებთ ლობიოს, დაახლოებით 2 საათი, შეიძლება ცოტა მეტიც, უნდა ვხარშოთ წყალში, სანამ არ დარბილდება. გემო აქვს მართლა განსაკუთრებული. თან გავს ჩვენ ლობიოს, თან ცოტათი უფრო მოტკბო, მაგრამ მომწარო გემო აქვს. ცოტა აუწიოთ ცეცხლს. დროს ავკარგავთ, დავჭრათ შებოლილი ღორის ნეკნები, რომელიც თავისებურ აი ამ შებოლილ გემოს მიცემს. ეს ყველაფერი მე ერთად იდუღებს და მთელი ეს არომატები აი ამ ლორის და ღორის ხორცის და შებოლილი ნეკნების გაუჯდება ამ კერძს და რაც თავარია ლობიოშიც გაჯდება ეს ყველა გემო. დავჭრათ, აი სადაც ძვალი აქვს. გადავჭრათ, ძვალს ვტოვებთ, არ ვასუფთავებთ. ნეკნები დავჭერით, პირდაპირ შეგვიძლია ჩავყაროთ ტაფაში. ცოტა ხანი უნდა დაიბრაწოს ღორის ხორცი. მანამდე დავჭრათ წითელი ბულგარული. პატარა კუბებად.
წამოურიოთ. აი უკვე წარმოუდგენელი არომატი აქვს, თანაც შუამდეც არ მივსულა რეცეპტის. წარმომიდგენია ყველაფერს ერთად რო გავაერთიანებ, რა არომატი იქნება. გემოც თავისთავად. დავუმატოთ ბულგარულები. ფეიჟოას როცა ამზადებ, ალბათ ბრაზილიური სამბაც უნდა გქონდეს ჩართული. და ცოტათი ცეკვავ. მე თავიდან დავიწყე ცეკვა. აი როცა გავსინჯავ, მერე უფრო ბევრს ვიცეკვებ. მოიბრაცა ხორცი უკვე. ეხლა დავჭრათ ჩორიზო. დაახლოებით 8-10 სლაისი. კუბებად. დავუმატოთ. და საქონლის გამომშრალი ხორცი. ეს არის საქონლის კარპაჩო, რომელიც მზა მდგომარეობაში იყიდება. რაღაც წარმოუდგენელია მარცვამდე ყველაზე მაგარი რაღაცა, რაც გამიკეთებ. ეხლა დავუმატოთ წყალი, დაახლოებით 100 მl. ცოტათი წვნიანი კერძი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ზედმეტად თხელი არ უნდა იყოს თვითონ წვენი. აი ამ ცხიმისგან და ხორცის წვენისგან დუღილის დროს გასქელდება ეს соуსი და შემდეგ უკვე შავლობიოს დავუმატოთ. სანამ დუღს დავუმატოთ დაფნის ფოთოლი. დავუმატოთ კიდევ 100 მl წყალი და წინასწარ მოხარშული შავი ლობიო. დაახლოებით 5 წუთი უნდა იდუღოს კერძმა. ცოტა მარილი. დავტოვოთ, ცოტა სითხე დაიკლებს და შემდეგ უკვე ბოლოსკენ დავუმატოთ მწვანე წიწაკა და ნიახური. თითქმის მზად არის. დავჭრათ მწვანე წიწაკა, აი ესე რგოლებად. მოვაყაროთ. მეორესაც დავუმატებ. ორი წუთი ზუსტად იდუღებს და მზად არის. გამორთოთ. გადმოვიტანოთ აი ესეთ გაშლილ თეფშზე, რომ ლამაზად გამოჩნდეს ბევრი ხორცი. გადმოვიტანოთ. დავჭრათ ნიახური. და მოვაყაროთ ზემოთ. ბრაზილიური ფეიჯოა და მზად არის.